მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი ახალ წელს 14 იანვარს აღნიშნავს, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც. ძველი ახალი წლის ტრადიციის აღნიშვნა ძირითადად სოფლებშია შემორჩენილი. ხშირად ის ადამიანები, ვინც შობას მარხვით ხვდებიან, მათთვისაც ეს დღე განსაკუთრებულია. რა ტრადიცია აქვთ მოქალაქეებს და აღნიშნავენ თუ არა ძველი ახალ წელს? ეს კითხვა გორში რიგით მოქალაქეებს დაუსვით. მათი ნაწილი ამბობს, რომ ტრადიციის შენარჩუნება აუცილებელია და ძველი ახალ წელს აღნიშნავენ. ნაწილი კი ამბობს, რომ ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. რა თქმა უნდა, ტრადიციას ვინახავთ და ეს აუცილებლობაა, იმიტომ რომ იმ ძველ ხალხს პატივი ვცეთ, მეტი არა. და თქვენ აღნიშნავთ თუ არა ძველი? აღნიშნავთ აუცილებლად. კი, რა თქმა უნდა. მიყვარს ძალიან. რატომ დააღნიშნავთ ეს ძველი ახალი წელი? რა ვიცი, ხა ჩემი პაპა ბაბუები უყელანი აღნიშნავდნენ და მეც აღნიშნავ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. კი, აუცილებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ტრადიცია გვაქვს ქართველებს ეგეთი, რომ უნდა აღნიშნოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშობლების ტრადიციები. და თქვენ თუ აპირებთ რომ აღნიშნოთ? კი, აუცილებლად დავუნიშნავთ კბილეულით. რა ვიცი, ვისაც ეხალისება და კარგ ხასიათზეა, ყოველდღეც ახალი წელი შეიძლება იყოს. და თქვენ თუ აპირებთ რომ აღნიშნოთ? ნუ ეხლა რაღაცა დიდი ამბავი არა, მაგრამ შინაურ წრეში კი. და აღნიშნავდეთ თუ არა ძველ ახალ წელს? რა ვიცი, ვის როგორ. თქვენ აპირებთ რომ აღნიშნოთ? როგორც ახალი წელი ისე არა ნამდვილად და. უნდა აღნიშნავდეთ თუ არა ზოგადად ძველი? მარას ვზათმა უნდა აღნიშნოთ. თქვენ აპირებთ რომ აღნიშნოთ? მაგაც. და რატომ არის აუცილებელი? ჩვენ მამაპაპული დატოვილი არის და იმიტომ. არც ეკლესიური, არც არაფერი ეკლესიური ახალი წელი არის 14 სექტემბერს, ასე რომ და თქვენ აღნიშნავთ? რა გითხრათ? არა.